ოჯახური ღორის ხორცით. 7 საშუალო კარტოფილი, პომიდორი, მწვანე წიწაკა, ცოტა კინძისუნელი და უცხოსუნელი. შებოლილი პაპრიკა. და კიდე ჩემი საყვარელი ხმელი ნიორი. დავჭერთ კარტოფილი. რაც უფრო პატარა ნაჭრებად დავჭერთ კარტოფილს, მით უფრო მალე შეიწვება ის. მოვაყაროთ მარილი, ხმელი ნიორი და ცოტა შებოლილი პაპრიკა. კარგად მოვურიოთ. ამასობაში გავაცხელოთ კარგად ტაფა და კარგად გახურებულ ტაფაზე გადმოვყაროთ კარტოფილი. პარალელურად გავაკეთოთ ორ ტაფაში, ცალკე კარტოფილი, ცალკე ხორცი. კარგად რო გახურდება ტაფა, მარტო მერე გადმოვყაროთ კარტოფილი. განავწვავთ კარტოფილს, გავამზადოთ ხორცს. არ გამიმრაზეთ, დიდი ნაჭრები მეყარს ხორცს. კარგად გახურებულზე არც ზეთი არ უნდა არც არაფერი, პირდაპირ გადმოვყაროთ ღორის ხორცი და ცხიმი ეგრევე დადნებად თავის ცხიმში შევწვათ. ტაფა გახურდა. მეგონი ამიტომ დიდი ნაჭრები გამომივიდა. ძამში ეს თემა. ხმელი ნიორი. ჩემი უსაყვარლესი საკმად. ხორცმა მოიგიდა ფერი. ახლა დაბალქეთ და შეგვიძლია ხუთით დავახუროთ. 5-7 წუთი რო გავა, ჩავყრით აქ ხახს, პომიდორს. ჩემი გემოვნებით მე მიყვარს ჰალაპენიოს ციცაკების სასწაულ არომატს აძლევს მარინადი ხორცს შეწვისას. შეგვიძლია აჯიკად ჩავდოთ ცოტა, ეგ ძალიან გემრიელი იქნება. თუმ სახუ. ტრალალა, ხო ვიცი. ხორცი თითქმის მზად არის. ნელ-ნელა დავიწყოთ სუნელების ჩამატება. კინძის და უცხო სუნელი. მე ავიღეთ თითო ჩაის ყოვს. ნახოთ, მაგასაც შეიძლება ბოლომდე არ უხნა. ხახვი. ლომად. ვაუ, ყოჩა. მადლობა. 3-4 წუთი ესე მოვუშვით. მწვადი ვის არ უყვარს?